მიუვალი ციხე-ქვაბულიდან ჩამოტანილი წერილები მათ ავტორთა მემკვიდრეებს გადავეცით. ორი ალოშა ჯაფარიძის ძმისშვილს ივანე ჯაფარიძეს, ერთიც გოგი ლომთათიძის მეუღლეს, ნინო ღოღობერიძეს. ასეთი ენთუზიაზმის მქონე ახალგაზრდა მართლაც რომ სამწუხაროა. ხომის წევრები გამიცანეთ 1986 წელს. მას შემდეგ რაც ხომის წევრებმა, ოთხმა კაცმა ხომის ციხე-ქვაბულიდან ჩამოიტანეს 1945 წელს ალოშა ჯაფარიძის და მისი ჯგუფის მიერ ბატონებული წერილები და ამ წერილებით აქტიურად ისტორიის გზა, რომელიც ალოშა ჯაფარიძემ, გოგი ლომთათიძემ, ლევან გოთუამ დაიწყეს, ისევ ჩვენთან მოიყვანა ხომის წევრები და ქართველი ახალგაზრდობა. აქ მაქვს ახლა 1988 წელს ნათებში გამოქვეყნებული გიორგი ლომთათიძის წერილები. და ეს წერილები ასე მთავრდება. 1986 წელს ხომლად წოდებულმა ახალგაზრდების ჯგუფმა რეზო შალიბაშვილი, რამაზ კორშია, ლერი გაბელია, გიანა დარეიშვილი ხომიდან ჩამოიტანა გიორგი ლომთათიძის ხელით დაწერილი წერილი, რომელშიც გამოცემული იყო 1945 წლის ექსპედიციის შემადგენლობა, თქვენ რომელზეც საუბრობთ. ასვლის დრო და ექსპედიციის შედეგები. წერილს ხელს აწერდნენ ალექსანდრე ჯაფარი და ლევან გოთუა, გიორგი ლომთათიძე. ქალბატონმა ნინომ შემდეგ ეს წერილები გამოაქვეყნა და ალბათ სწორედ მაშინ გაიცანით თქვენ ქალბატონი. მე გავიცანი ვანიკოს საშუალებით დამირეკა და მიხაროვაი ჯგუფი ავიდა ხომლის გამოქვაბულშიო და ჩამოიტანა ალოშა ჯაფარიძის გრიურებიო და მოდი და გაჩვენებთო ფიქსაცია მოახდინეს კინო გადაღება მოახდინეს და თან ჩამოიტანა გრიურებიო და მოდი და გაჩვენებთო. მოსაკვირვებლად წავედი დიდი სიამოვნები და თუ დავხედე ამ გრიურებს, ეს გრიური უკვე ამოვიცანი გიორგი ლომთათიძის ხელი. მისი ხელით იყო დაწერილი და ხელს აწერენ ამ გრიურს ალოშა ჯაფარიძე, ლევან გოთუა და გიორგი ლომთათიძე. მე ხარ რა განცდები მოყვა ამას, მე მგონი ადვილი წარმოსადგენია, იმიტომ რომ 41 წლის შემდეგ ხელში მეჭირა გიორგი ლომთათიძის ხელით ნაწერი გრიური. სადაც ჩამოწერილი ექსპედიციის შემადგენლობა, რომ არაფერი არ აღმოჩნდა იქ, როგორც მოსალოდნელი იყო, როგორც თვითონ აღნიშნავდა და მე უკვე იმ დღიდან დაუახლოვდი ამ ჯგუფს და მოხიბლული ვიყავი პირველ დღიდანვე შევაწყვე, რომ ამათი მთავარი მიზანი იყო არა მაღალფარული სიტყვებით სიყვარული სამშობლოსადმი, არამედ საქმე და იცება და ძალიან შრომატევადი სამუშაოები ჩაატარეს პირველ დღიდანვე. და აი 5 წლის განმავლობაში თვალყურს ვადევნებ ამათ მოქმედებას და ამათ შრომას, ამათ გაჯას, რამდენჯერ სარისკო მოქმედებებზე მიდიან. და პირდაპირ თაყვანს აქცემ ამ ახალგაზრდების ჯგუფსა და ძალიან მინდა, გულით მინდა დავილოცო ფეხბედნიერად ელოთ ამ დასერილ საქართველოს მიწა-წყალზე და მივიწყებული და დღევანდელ დღესაც მივიწყებული სხვადასხვა ზოგიერთი ამბები, რომელიც უკვე ისტორიას ბარდება აი ამათ წყალობით. აი ფეხბედნიერად ელოთ და ყოველთვის გამარჯვებულები დაბრუნებულიყვნენ და დაეტოვებიათ საქართველოს ისტორიისათვის ძალიან საგულისხმო ფურცელი, რომელიც უკვე მივიწყებულია და დაკარგულია და ზოგი სხვის მიერ არის მითვისებული და დამტკიცებული, რომ ეს არის არაქართული თქვა. რატომ უნდა დაიკარგოს ის, რისი გადაჭერა შეგვიძლია. ქართულად ამ დევისში ჩანს მთელი 100 ხომის მოღვაწეობის. ნამდვილად. ეს ბუდήματα ადამიანი, რომელიც შიშველიეტიაზმით და მარტო ხოლმე სამშობლოს უყვარლობით დღეს რაღაც გაჩნდა ცოტა ეს პატრიოტიზმი. ეს სიტყვა, მაგრამ სწორედ ხომია ის ჯგუფი, სადაც ჩანს როგორც ჩუმად, უხმაუროდ, ყოველდღიური ეკრანის გარეშე ესე გაკეთება უზარმაზარ საქმეს, უზარმაზარ შრომას წერენ. ეს თავიანთი ხალხით არის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ხომის ჯგუფი, ალბათ პირველი ჯგუფი იყო, რომელმაც ტრაგედიის ხომის მიუძღვნა ხომის თაზე საკმაოდ ზეცებულური ექსპედიცია. 30 აპრილს გავიდა ჯგუფი, ჩვენ დაგვიოცა და გზადაგვილოცა და ფაქტობრივად უზრუნვა იყო ამ ექსპედიციის წარმატებით ჩატარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე.
ჩვენ საგებო შემთხვევით და ვინდა დიდი მადლობა მოვახსენოთ მას. ჩვენ გვინდა რომ აი 9 აპრილის ტრაგედიის მთელი ისტორია, სინამდვილე ფაქტობრივად რაც იყო, რაც ჩვენ ვიცოდით და ხომის წევრები მონაწილეები იყვნენ ამ ტრაგედიისა. ჩვენ ყველაფერი ეს დავწერეთ. გვინდა ეს ხომის ახალ გამოქვაბულში გადაეტოვებიათ, მაგრამ 40 მეტრი თოფი არ ვიყო. რომ ჩვენ იმ გამოქვაბულამდე ჩავასწრია. ხომის მთის წვერზე არის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები. ხომის ბიჭებმა მონახეს წყაროებში ამ ეკლესიის დაგემოვნება და ისტორია. გააკეთეს პატარა დაფა, რომელიც დაამაგრეს ეკლესიის კედელს. აქ შეიძლება არ თქვა მე იმის შესახებ, რომ ხომლის წევრებმა რა ექსპედიციაც კი ჩაატარეს, სადაც კი იყვნენ, ყველაფერი დააფიქსირეს ფილმების სახით დოკუმენტურად. როდესაც დაიწყო ტრანსკაფასიური რკინიგზის მშენებლობის შესახებ თავებისა და ასე ვთქვათ ხალხის შეჯახება თავის დროზე მოწინააღმდეგენი ტრანსკაფასიური რკინიგზის მშენებლობისა გამოცხადდნენ ერის მოღვაწეებად და სწორედ ამ დროს ისე მოხმაურობთ ხომმა მოაწყო ექსპედიცია გაიარა მთელი ტრასა სადაც უნდა დაწყებული იყო მშენებლობა ეს მთელი არაბის ხეობა, მთელი ასასხეობა ჩრდილოკავკასიაში და დააფიქსირეს ის ბუნება და ის სრულყოფილება რაც იყო მშენებლობის დაწყებამდე. ერთი წლის შემდეგ, როცა უკვე დაიწყო მშენებლობა, ერთი წლის შემდეგ ხომმა ჯგუფმა ისევ გაიარა თავიდან ბოლომდე იგივე ტრასა და აი მე მევზერებად ნანახი ეს დოკუმენტური კადრები შემაძრწუნებელი და ვინც არ უნდა დაგვიმტკიცოს რომ იქ არაფერი არ დაზიანდებოდა და არაფერი არ იქნებოდა ეს უკვე ესეთი დოკუმენტია ფაქტია ეს ბატონო როგორ შეიძლება იმ ვიწრო ხელოვნებაში ამხელა შენებლობის წარმოება ეს ჩანს ყველაფერი დოკუმენტური კადრებში